შესაბამისა მინდა კიდევ დავუბრუნდე იგივე სასამართლოს თემას. იცით რა, ინგა თქვენ ხართ ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილ ხართ და კარგად იცით, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ვიდეო გადაღების თავისუფლება სასამართლო დარბაზში. თქვენ ეს იცით ძალიან კარგად. თავის დროზე სხვათა შორის, როდესაც ეს საკითხი იხილებოდა, ჯერ კიდევ მე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და წინააღმდეგი ვიყავი, რომ ნორმა შემოსულიყო ვიდეო გადაღებისა, იმიტომ რომ ვიდეო კამერას ეხლა რაც ზოგჯერ ჩემ ოპონენტებს ემართებათ ხოლმე გამოცდილ ადამიანებს კამერის წინ, რაც ხდება ხოლმე, ხო? როცა იცვლებიან სრულიად და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, ემოციურები არიან, რო არა ვთქვა ხანდახან აგრესიულები, ვიდრე ჩვეულებრივი საუბრის დროს კამერის გარეშე, ხო? იგივე ხდება სასამართლო დარბაზში. მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ წაიკითხა, რომელი პუნქტია უბრალოდ თუ შემახსენებთ ეხლა ვინახავ. სასამართლოს შესახებ არც ერთმა მათგანმა არ წაიკითხა ის რაც წერია, რომ ნებისმიერი სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი ყოველგვარი კუპირების გარეშე არის ხელმისაწვდომი პირველი აუდიო ჩანაწერი შესაძლებელია, იმიტომ მიწევს ერთ რომ მე შეგახსენებ იგივე აი გირგვლიანის პროცესს. აი ერთ ფაქტს შეგახსენებ მხოლოდ და გავჩერდები. თუ ვთქვა თქვენთვის ეს არ იქნება არგუმენტი. აუდიო ჩანაწერმა როგორ უნდა ასახოს, როდესაც პროკურორი ან პროკურატურის წარმომადგენელი განსასჯელს გადასცემს ტელეფონს. აი ეს ჩანაწერი გაქვთ? ესეთი ფაქტი მოხდა ქალბატონო. მე შემთხვევით არ გეკითხებით რა. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ვიდეო კამერა მოხდა ძალიან სერიოზული პროტესტი, რაც გარდაცვლილი ქალბატონი. კითხოთ, ეხა ეს უდიდესი ტრაგედია იყო, ნამდვილად ძალიან დიდი უბედურება. არსებობს ეს კადრი, მე მაქვს ნანახი ეს კადრი. ძალიან მტკივნეული პირადად ჩემთვის, ნამდვილად შემიძლია გითხრათ და მე არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ეს არ არის ის თემა, რომელზეც მე ვთვლი, რომ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა მართლა უდიდესი უბედურება იყო. რაც შეეხება ეს კადრი არ არსებობს. არ არსებობს ესეთი კადრი არქივში, ქალბატონი, თუ არ ვწდები ეს ტელეკომპანია იმედის არქივში არსებობს. არქივში მე რამდენადაც ვიცი, ახლა ძალიან არ მინდა რომ დავიჩემო, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ კამერები იმ პერიოდში დაშვებული იყო სასამართლო პროცესში, ეს კადრი არ არსებობს ფიზიკურად ბუნებაში. ამაშია პრობლემა. და აი ესეთი პრობლემები შეიძლება შეიქმნას, მართალია, გეთანხმებით, როცა ვიდეო კამერა არ არის დაშვებული, მაგრამ მეორე მხრივ მაშინ, როდესაც კამერა დაშვებული იყო, ეს კადრი არავის არ გვინახავს. მოდით ვცადოთ, ამოვიღოთ ეს კადრი თუ არსებობს, იმიტომ რომ მე ბოდიშვილი შეიძლება მე არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება იმედის არქივიდან ამ კადრის ამოღება. იცით რატომ გისვამთ ამ კითხვას? აუდიო ჩანაწერი ვერ უზრუნველყოფს ხშირად იმას, რაც ქართულ სასამართლოში ხდება. შეიძლება, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სხვა ქვეყნებში როგორ არის, ალბათ სხვა ქვეყნებში ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ხომ? ტელეფონი რომ გადააწოდოს. არა, ქალბატონიკა, ჯერ ერთი ამას დამტკიცება უნდა ესე ვთქვათ და დარღვევები სამწუხაროდ ხდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყანაში ვიდრე ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ იდეალური სასამართლო გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხარვეზი, რომელიც უდაოდ გამოსასწორებელია და ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება პირადად ჩემთვის, ნამდვილად გახლავთ ის, რომ გაძლიერდეს საერთოდ სახელისუფლებო სტრუქტურები, გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, გაძლიერდეს მათ შორის ძალიან და სერიოზულად პარლამენტი და მე იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი კონფიგურაცია იქნება პარლამენტში, რომელიც გარკვეულ ძალას პარლამენტს მოუმატებს, გაძლიერდეს და კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს სასამართლო, იმიტომ რომ 4 წელიწადში ახლა მართლა ძალიან ძნელია სასამართლო აბსოლუტურად უზადო გახადო, პრობლემები არის, ამაზე თვალს არავინ არ ხუჭავს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ თქვენ ძალიან მალე და მოსახლეობა დაინახავს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე, არამედ ეს ცვლილებები იქნება და ამ ცვლილებებს თქვენ დაინახავთ ყველაფერში, დაინახავთ იმაში, რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც თავისებური ახლებური ხედვა აქვს, ახალი პრობლემები, რაც დღეს არის ქვეყნის წინაშე, ან ის პრობლემები, რომლებიც დარჩა სერიოზული რეფორმების გატარების შემდეგ და ბუნებრივად დარჩა, როგორ უნდა გატარდეს. ეს აუცილებლად იქნება ასახული და თქვენ დაინახავთ ამას. ხალხი და საზოგადოება მიხვდება, რომ რეალური და სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯები და რადიკალური ცვლილებები არის წინ. დიდი მადლობა. ეს მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანას უდაოდ ჭირდება.